ამინ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისას მუდისათა ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დაგახაროთ, გილოცავთ ლიტურგიის აღსრულებას, შეგეწიოთ ლიტურგიის მადლი, ვინც ეზიარეთ, გილოცავთ ქრისტეს უხსნელ სისხლთან და ხორცთან ზიარება, საკურნებელი იყოს სულის და ხორცის თქვენი ზიარება ქრისტესთან. ღმერთმა დაგლოცოთ, დღევანდელ დღეს გილოცავთ 13 ასურელი მამათაგან ერთ-ერთის წმინდა ისე წილკნელი ეპისკოპოსის ხსენებას, შეგვეწიოს მისი ლოცვა, მისი მადლი, სულ რამდენიმე დღის წინ ავიბოს ნეკრესელის ხსენება იყო, დღეს ისე წილკნელის ხსენება არის და აი 13 ასურელი მამის ლოცვა წმინდა იოანე ზედაზნელის მეთაურობით, რომლებიც შემოვიდნენ ჩვენ ქვეყანაში, რომლებმაც ასე ვთქვათ ბერმონაზნობის გაძლიერებას და აყვავებას დაუდეს სათავე ჩვენ ქვეყანაში, აი მათი ლოცვა ეწეოდეს სრულიად საქართველოს ჩვენ დედა ეკლესიას და ჩვენ უწმინდეს პატრიარქს, რა თქმა უნდა, ღმერთმა ჯანმრთელობა მიცეს. დღევანდელი დღის სახარება, დღევანდელი კვირის სახარება წავიკითხეთ ჩვენ დიდარი ჭაბუკის შესახებ, რომელიც მაცხოვართან მიდის და ეუბნება ასეთ რაღაცას მოძღვარო სახიერო რა ვქნა, რომ ცხოვრება საუკუნო დავიმკვიდრო. ბევრი განმარტებელი ამბობს, რომ ეს ადამიანი რაღაცა მზაკრული, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდებოდა ხოლმე, რაც გამომცდელად მიდის მაცხოვართან. ჯერ პირველ რიგში გეტყვით, რომ ეს ამბავი გადმოცემული არის მახარებლებთან, მათესთანაც, ლუკასთანაც და მარკოსთანაც და აი აქედან გამომდინარე ზოგიერთი განმარტებლები ამბობენ, რომ რაღაცა ესეთი გამომცდელი კითხვით მიდის მაცხოვართან, მაგრამ აი წმინდა იოანე ოქროპირი აღნიშნავს ესეთ რაღაცას, რომ ეს ადამიანი არ მიდის გამომცდელად, ასე რომ ვთქვათ, პირიქით, მას მართლა აინტერესებს ცხოვრება საუკუნო, რითი შეიძლება რომ საუკუნო ცხოვრება დაიმკვიდროს და ეს მარკოზის სახარებაში კარგად ჩანს, როდესაც გადმოცემული არის ამბავი, მარკოზ მახარებელი ამბობს ესეთ რაღაცას, რომ მუხლებში ჩაუვარდა მაცხოვარს ეს ჭაბუკი და ისე ეკითხება ამ ყველაფერს და მე უკვე დიალოგისას ესეთი რაღაც აქვს აღნიშნული მარკოზ მახარებელს, რომ შეუყვარდაო იესოსო ეს. ანუ აქედან გამომდინარე ხდება ისე, რომ იოანე ოქროპირი ამას დაყნობით ამბობს, რომ ეს ადამიანი მართლა ანუ მოშურნეობით და მართლა აინტერესებდა რა იყო საუკუნო სიცოცხლე, როგორ დაემკვიდრებინა და მაცხოვარი ასეთ რაღაცას პასუხობს, რომ რატომ ეუბნები მე სახი, რატომ მიწოდებ მე სახიერს, არავინ არ არის სახიერი, ანუ კეთილი ღმერთის გარდა. საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანი, როგორც ყველა იმდროინდელი, ასე ვთქვათ, ფარისევლები, მწიგნობრები თუ ვინც იყვნენ, ქრისტეში ვერ ხედავდნენ ჭეშმარიტ ღმერთს და ეს ადამიანიც ამით მიდის როგორც იმდროინდელ ერთ-ერთ გამორჩეულ მოძღვართან და მქადაგებელთან და მაცხოვრის პასუხი ამ მის კითხვაზე რაღაც ისეთი არის საყვედურნარევი, იმიტომ რომ სახიერი არავინ არ არის ღვთის გარდა, რა თქმა უნდა, თვითონაც როგორც მაცხოვარი განკაცებული ღმერთი თვითონაც ყოვლად სახიერია, მაგრამ ამითი ამხელს ამ ადამიანს, რომ თუ მე ჩემთან როგორც ადამიანთან მოდიხარ, ადამიანთა შორის სახიერი ბუნებითად არავინ არ არის. რა თქმა უნდა, ეს შედარებითია, როგორ არ არსებობენ კეთილი ადამიანები, მაგრამ ჭეშმარიტად კეთილი, ჭეშმარიტად სახიერი ეს არის ღმერთი და სწორედ ღმერთია წყარო ამ ჩვენი სახიერებისაც, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს და ეს ადამიანის სახიერება და სიკეთე შეზღუდულია და აი ამ მიმართებაში ეუბნება მაცხოვარი ამ ჭაბუკს, რომ არავინ არ არის სახიერი, თუ მე სახიერად მაღიარებ, აი ნელ-ნელა მიყავს იქამდე, რომ აღიაროს ის როგორც ღმერთი. და ეს რა თქმა უნდა პირველი საფეხურია და ყველაზე მთავარი საფეხური ადამიანისთვის, რომ მთელი გონებით და გულით შეიცნოს ვინ არის ღმერთი და იქიდან უნდა მოყვეს მერე ამ ყველაფერს და ეს ჭაბუკი ელოდება, რომ მაცხოვარი ეტყვის რაღაც განსაკუთრებულს, მაგრამ რას ეუბნება მაცხოვარი? ჯულში როგორც წერია, არა კაცკლა, არა იმრუშო პატივეს და ჩამოუთვლის ამ ჯულის ცნებებს და ეს ადამიანი, ეს ჭაბუკი გავკვირვებულია იმ ხრივ, რომ ამ ყველაფერს ასრულებს. ჯულს ასრულებს და პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობს, ასე რომ თქვა იმ დროისთვის და ელოდებოდა რაღაც განსაკუთრებულს რო ეთქვა, მაგრამ მიიღო პასუხი ჯულიდან და ეუბნება, რომ მე ამ ყველაფერს ჩემმა ბავშვობიდან ვიმარხავ და ყველა ცნებას აღვასრულებ. და მაცხოვრის პასუხი, მაშინ გაყიდე რაც გაქვს, დაურიგე გლახაკებს და შემომიდექი მე. ეს პასუხი რა თქმა უნდა შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ როგორც წეგან თქვი ეს ამბავი სამივე მახარებელთან არის გადმოცემული და სამივე მახარებელი აღნიშნავს. ეს ადამიანი ზუსტად ვინ არის
არ არის დაკონკრეტებული, მაგრამ სამივე מחარებელი აღნიშნავს, რომ ეს ადამიანი არის მდიდარ ფრიად, ანუ ძალზე მდიდარია. და სწორედ აიქ, ასე ვთქვათ, უმახვილებს ყურადღებას მაცხოვარი, რაც ყველაზე მეტი სისუსტე ჰქონდა ამ ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ ჯულს, ასე ვთქვათ, ზედმიწევნით ასრულებდა, გაყიდე შენი სიმდიდრე დატოვე, დაურიგე გლახაკებს და შემომიდექი მე. აქაც ხაზგასასმელია ერთი რაღაცა. სიმდიდრის დატოვება, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა დაგლახაკდი და რაღაცა მათხოვარი გახდიო. აქ რაზე უსვამს ხას მაცხოვარი, რომ ის სიმდიდრე, რაზეც მიჯაჭვული იყო ეს ადამიანი, აი სწორედ ამას გაუსვა ხაზი და უფრო მეტ სიმდიდრეს და უფრო მეტ საუნჯეს პირდება, იმიტომ რომ ეს სიმდიდრე, რაც ამ ჭაბუკს გააჩნდა, ეს იყო წარმავალი სიმდიდრე, ხო ეს მიწიერი სიმდიდრე ხო წარმავალია, ჩვენ არავის არაფერი არ გავყვება იმ ქვეყნად. ერთადერთი რაც გავყვება, ეს არის ჩვენი საქმეები და აი ამ სიმდიდრეს პირდებოდა მაცხოვარი, მაგრამ მხოლოდ სიმდიდრის დატოვება არ კმარა, დაურიგე გლახაკებს. ანუ მოწყალებას უსვამს ხას, რომ სიმდიდრეს დატოვებ, მაგრამ ის რაც გაქვს, დაურიგე გლახაკებს. შეეწიე ვისაც უჭირს და ყველაზე მერე მთავარი, უკვე ნელ-ნელა სად მიყავს, რომ არც ეს არის თვაც სრულყოფილი ქრისტიანობა, ასე რომ თქვა, შემომიდექი მე. აი ყველაზე მთავარი, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს თავის ცხოვრებაში, სანამ ხორცში არის. შეიძლება სიმდიდრე კონდეს, შეიძლება გლახაკებსაც ეხმარება, მაგრამ ეს ყველაფერი იყოს ღმერთის გარეშე. ყველაზე მთავარი, რაც არის, ეს არის შედგომა ღვთის გზაზე და ქრისტეს გზაზე შედგომა. და სწორედ ამას უმახვილებს მაცხოვარი ამ თავისი პასუხით და რა ხდება სამწუხაროდ ეს ადამიანი დამწუხრებული მიდის მისგან, იმიტომ რომ როგორც აღნიშნული არის, იყო მდიდარ ფრიად. ანუ ეს ადამიანი დამოკიდებული იყო ამ თავის სიმდიდრეზე. ზოგადად როგორც ესეთი სიმდიდრე, რა თქმა უნდა, ცოდვა არ არის, მაგრამ სიმდიდრესაც გონივრულად ჭირდება გამოყენება. სიმდიდრე არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი ღვთისკენ სავალ გზაზე და არავინ არ უნდა იყოს დამოკიდებული სიმდიდრეზე. აი ეს უყავს ადამიანს და არა თვითონ ის რომ მდიდარია ადამიანი, შეიძლება მდიდარი იყოს, მაგრამ იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი და ღვთის გზით მიდიოდეს. და მოციქულები ეკითხებიან მაცხოვარს, რომ გაკვირვებულები, ვინ შეიძლება ცხონდეს? ეს რა თქმა უნდა მოციქულები იმისგან გამომდინარე არ ეკითხებიან ამ ყველაფერს, რომ თვითონაც რაღაცა სიმდიდრეს პრობლემა, ისინი ყველამ კარგად ვიცით, რომ უმეტესი იყო მეთევზე, გლახაკი იყო და არაფერი არ გააჩნდათ, ყველა ესე მაცხოვარს შეუდგა, ასე რომ ვთქვათ და მიყვებოდა მას და ეს უბრალოდ მათი, ასე ვთქვათ, გაკვირვება იყო, ვიღა შეიძლება ცხონდეს, იმიტომ რომ გარშემო ამდენი მდიდარი მაცხოვრის სიტყვიდან გამომდინარე, რომ მდიდარი ძნელად შევა სასუფეველში. ძნელად შევა ნიშნავს იმას, რომ განა ვერ შევა ვერასოდეს, ძნელად შევა, ზუსტად იქიდან გამომდინარე, რაც აღნიშნეთ, რომ ის დამოკიდებული არის ამ სიმდიდრეს და იმ მაგედან გამომდინარე, თორე სიმდიდრე, როგორც ვთქვით, არ არის წამწმედელი. და მაცხოვრის პასუხი მოციქულებისადმი, კაცთაგან შეუძლებელი, შესაძლებელია ღვთისა მიერ. ნებისმიერი ჩვენი მოქმედება, ნებისმიერი ჩვენი რამე, რასაც ცხოვრებაში ვაკეთებთ, თუ ღვთის გარეშე ხდება, ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის სარგებელი არ იქნება არასოდეს. და სწორედ ამას ნიშნავს ეს სიტყვები, რომ შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელია ღვთისა მიერ. ადამიანი თავის თავს თავისი ძალით ვერ იცხონებს ვერანაირად. რაც არ უნდა სიკეთე აკეთოს, თუ ეს ყველაფერი ღმერთის გარეშე ხდება. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანი არის ღმერთი, ჩვენი მთავარი მიზანი არის ქრისტე და ნებისმიერი ჩვენი საქციელი, როგორც ჩვენ ცხოვრობთ, რასაც ჩვენ, ასე ვთქვათ, რაც ჩვენ გვაქვს, რა საფასეს ჩვენ გაგვაჩნია, ეს ყველაფერი უნდა იყოს ღმერთთან ერთად, ღმერთის მცნებების დაცვით, რა თქმა უნდა და არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს ის ერთადერთი წყარო ყველანაირი სიკეთისა, ყველანაირი სიმდიდრე, რაც ჩვენ გაგვაჩნია ნებისმიერი კუთხით, მატერიალური თუ არამატერიალური, ეს არის წყალობა ღვთისა და შესაბამისად ჩვენს უპირველესი სწორება უნდა გქონდეს ღმერთზე და მის გარეშე უნდა ვიცოდეთ, რომ მის გარეშე ჩვენ ვერ ცხონდებით. შესაბამისად, აი ეს სახარება, დღევანდელი სახარება ამას გვასწავლის ჩვენ, რომ ვიყოთ, რა თქმა უნდა, ცნებების აღსრულებლებიც, ოღონდ არა მშრალად, უნდა ცნებებს აღვასრულებდეთ ღმერთთან ერთად. შესაბამისად, ჩვენი გზა იქნება სწორი გზა ამ შემთხვევაში და ღმერთი ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში დაიფასებს და დაგვიფასებს, ვინც რა სიმდიდრეს არ უნდა ფლობდეს, ყველაზე მთავარი სიმდიდრე არის ღვთის წიაღში ის, რომ ჩვენ ერთად აი ესე ღმერთის წიაღში ვიქნებით.
ჩვენი კეთილი საქმეები. აი ეს არის ყველაზე მთავარი სიმდიდრე, რაც ჩვენ გავყვება ღმერთთან. არანაირი მატერიალური ჩვენ არ გავყვება და ღმერთთან ვერაფერს ვერ წავიღებთ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ აი ამ ცხოვრებით გვეცხოვროს ყველას.